დავყოფ ამ ოფიცრების კატეგორიას 3 კლასად და სამწუხაროდ აი ძალიან დიდმა სოციალურმა სიდუხჭირემ მოიტანა ის რომ ბევრი კარგი ოფიცრის გადინება მოხდა ჯარიდან ეს ყველაზე რთული ელემენტია რა იმიტომ რომ შენ გჭირდება ლიდერები მეთაურები პირველი რა არის მაშინდელი ჯარი იყო მენტალურად სოციალურად გაგებით გამოცდილებით საბჭოთა ჯარის რაღაცა ანალოგი რომელიც შერწყმული იყო ქართულ მენტალიტეტთან რა რაღაც აი ამ ახალ ქართულ მენტალიტეტთან ხო რაღაცა რა იყო ახლა ეს რას გითხეთ იყო ერთი კარგი და ცუდი ყველგან იყო რა თქმა უნდა მე მაგას არ ვიტყვი მაგრამ იყო ერთი კატეგორიის ოფიცრები ესენი იყვენ საბჭოთა გამოვლილი საბჭოთა სწავლებელს დამთავრებული სამხედროები ანუ პროფესიონალი ოფიცრები სამხედროები რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კარგი ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება ერთი მინუსი რატოც იყო ამაში უმეტესობა აბსოლუტური უმეტესობა ამ საბჭოთა გამოვლილი ოფიცრების იყო არტილერისტები ალბათ იმიტომაც მე რაც ქართულ ჯარში საარტილერიო რა ხო არა მაგიტოზე არ ვიტყვი თბილისის საარტილერიო სასწავლებელი არსებობდა საბჭოთა კავშირის და ძალიან დიდ ნაწილს ვინც ჩვენ შეხვდა ქონდა ეს საარტილერიო სასწავლებელი და ძალიან პროფესიონალი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები იმ დროისთვისაც და თანამედროვე შემიძლია გითხრა რომ ამ თანამედროვე დროშიც მშვენივრად შეასრულებდნენ ამოცანებს მაგრამ ძალიან დიდი დანაკლისი იყო სხვა სპეციალურ ძალიან დიდი დანაკლისი იყო სატანკო ოფიცრის, ქვეითი ოფიცრის, საინჟირო და ეს სპეციალობები რომლებიც ყველა ჭირდება ფაქტიურად არ იყო. არტილერისტი პირიქით ბევრი იყო, ხო? ეს იყო. საბჭოთა ჯარის ოფიცრებს ჰქონდათ თავისებური მიდგომა, როგორც ისინი მუშაობდნენ საბჭოთა ჯარში. ხო, ბევრმა მათგანმა შეძლო და გადმოეწყო იმ რეალობაში, რომ ეს ქართული ჯარია და თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა რაღაცებს მოითხოვს რა. მაგალითად, ცოტა წინ გადმოვხდებით, როდესაც 2002 წელს ნადა აღჭურვის პროგრამა დაიწყო, ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო ოფიცრებში, რომ აი ამათმა რა უნდა გვასწავლონ, ჩვენ მეტი ვიცით, ხო, ჩვენ მეტი რაღაცა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი დრო და დღევანდელ დროს ვერ შეადარებ ერთმანეთს. სულ სხვა ქვეყანა იყო 90-იანი წლების და 2000-იანი წლების დასაწყისის საქართველოს და სულ სხვა ქვეყანაა დღეს ბევრი სხვა რაღაცის გამო, ხო? ამიტომ ბევრმა ამ ოფიცერმა შეძლო თავის თავზე მუშაობა და ქართულ ჯარზე გადმოწყობა, მაგრამ ბევრს მოუწია უბრალოდ წასვლა, იმიტომ რომ სოციალური პირობები იყო მიუღებელი, ეს ხალხი იყო 40 წლის 30 წელს გადაცილებული, მათ ყავდათ ოჯახი, მათ ჰქონდათ ადამიანური პასუხისმგებლობები და ამ უხელფასობას, უმუშევრობას იმას უბრალოდ ვერ გაუძლეს. რამდენი იყო ხელფასი? მე რო დავამთავრე სამხედრო აკადემია 80 ლარი მქონდა ხელფასი და არაფერი. ერთიც პირველი 2 წელი ამ ეს 80 ლარი 6 თვე არ ამიღია 7 თვე რა ხო არა მარტო ხელფასის პირობებით ზოგადად ანუ ხა მართლა იყო არა რომ ფორმა ჩაიცვა და იჯდე ან რაღაც ირბინო ხო ელემენტარული პირობები ხო ჭირდება აი ბევრჯერ გამიგია ლაშას თაობის ოფიცრებისგან რომ აი აკადემიაში სადაც ლაშა ეს ასწავლიდა აი ლაშას სტუდენტებისგან გამიგია რომ ესე იგი პური იმდენად გაფრჭებული მოდიოდა რომ წვავდითო რომ დამწვრის გემოთი გვეჭამაო ხო ხტები აი ანუ ფეჩზე წვავდითო რომ მე საჭმელზეც ხო არა მარტო ბევრი რა ანუ ამას იმიტომ ვამბობ რომ გასაგები იყოს ზოგადად შეახება ერთი კატეგორიის ოფიცერი აი მაგას გიკონკრეტებდი ახლა თქვი რომ 3 კატეგორია იყოს თქო და მოდი 3-ვე ჩამოთვალე და მე გავშალოთ ერთი მეორე კატეგორია იყო მე უბრალოდ კრებით სახელს ვიტყვი რომ გვარდიელები, ყველას გვარდიაში არ ქონდა ნამსეხური, მაგრამ რატო ვიძახი ამას? ეს ხო ჩვეულებრივი ქართველი ჯიგარი ბიჭები, რომლებმაც როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, იარაღს ხელი მოკიდეს. რა თქმა უნდა, ამ მოძრაობას ბევრი მამაძაღლიც მიეტმასნა. მაგრამ ხალხი, რომლებსაც აწუხებდათ ქვეყანა, არ ქონდათ ეს პროფესიული ცოდნა, არ ქონდათ გამოცდილება, მაგრამ იარაღი აიღეს ხელში ქვეყნის თავდასაცავად შეუერთდნენ შეერაღებულ ძალებს და ცდილობდნენ მაქსიმუმი გაეკეთებინათ. ამ ხალხს არ ქონდათ ისეთი პროფესიული გამოცდილება, მერე და მერე მოუწია ბევრ მათგან სწავლას, იგივე ამ კატეგორიის ოფიცრებშიც, იგივე სიდუხჭირემ ნამდვილად პატრიოტულად და კარგად გაწყობილ ხალხს მოუწია სამსახურიდან წასვლა, მოუწია ამ ახალ რეალობაზე მძიმე ადაპტირების გაწევა. და ბევრ მათგანმა შეძლო ისწავლა, გაიზარდა და იმ გვარდიელობისგან გამოვიდა, რასაც ქვია, ხო, გამოვიდა და ჩამოყალიბდა ჩვეულებრივი პროფესიონალი ოფიცერი.
ბევრი დღესაც იქ არის. ხო. რატო ვიძახი ახლა? ამ ხალხს არ ესმოდათ წესდება, ბევრ მათგანს არ ესმოდათ წესრიგი, ხო? მაგათ ჰქონდათ არ მინდა ვთქვა ქუჩური მენტალიტეტი, არასწორი ნათქვამია თავის ბუნებით, მაგრამ მაგათ უნდათ აი ესე საქმე გაერჩიათ კაცურად, ვაშკაცურად, ჯიგრულად რა, უსტავნიკი კი აი მე შემხედრია რა ოფიცერი და გამიყვანდა და დამელაპარაკებოდა მე ძმაო, უსტავნიკი კი არა ვარ, შენ შემოგევლე და რა ხო, უსტავნიკი ნიშნავს წესდების მიმდებარე კი არა ვარ, ხო და კიდევ ვიძახი, ეს ჩვენი ისტორია, მე ვერ ვიტყვი რომ ეს სუდათ მაგონდება, იცი რა, არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას. ნუ ის სახდელია რაც მოვიხადეთ. ხო, ის სახდელია რაც მოვიხადეთ, მაგრამ ეს იყო მეორე კატეგორიის ოფიცრები. მესამე კატეგორიის ოფიცრები იყვნენ ჯარში მოსული მარტო რომ მოეპარათ რა. საბჭოთა კი, ყოველთვის იყო მოსაპარი. საბჭოთა კომისარიატებიდან გამოსული ხალხი, რაღაცა ვითომ ტილავიკები ეგრეთ წოდებული, რაღაც ხალხი, რომლებმაც იცოდნენ იმ გაჭირვებულ ჯარშიც კი, როცა არც საჭმელი ქონდა, არც სასმელი ქონდა, არც ფორმა ქონდა, მაშინაც ახერხებდნენ რაღაცა მოეპარათ, მაშინაც ახერხებდნენ თავისთავი გადაერჩინათ და რაღაცა ეკნათ. არც ამ კატეგორიას არ გავაკრიტიკებ, მაინც რატო იცი რომ არ ვიცი, იცი რა, მათი რეალობა შეიძლება მძიმე იყო. ამ კატეგორიის ოფიცრებიდანაც ბევრმა არასწორია ხო? როდესაც შესაძლებლობა შეიქმნა და ნორმალური ხელფასის მიცემის საშუალებაში, ბევრმა მათგანმა მოახდინა. ნორმალური ცხოვრება ჯარში დაიწყო 2002-2003 წლიდან. და აღჭურვაში ძალიან პატარა გამონათება იყო და 2003-2004 წლიდან მე რო შემოვედი აი მე ხა არ მინდა ჯარის თემაზე ვსაუბრო და პოლიტიკური მიმხრეობა გამოვხატო, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, უკვე დაიწყო ჯარზე სხვანაირი ზრუნვა. ამ ზრუნვას თავის ბევრი მინუსებიც ჰქონდა და ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ უკვე გაჩნდა როგორც ყველა სხვა სტრუქტურაში, გაჩნდა ხელფასი, გაჩნდა პასუხისგებლობა, გაჩნდა ფორმა, გაჩნდა რაღაც შეიარაღება. გაჩნდა ის შესაძლებლობები, რაც რეალურად გჭირდებოდა, ხო? ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ შემდეგი ეპიზოდში, უკვე როგორ მოხდა გარდაქმნა. მანამდე შე რომ მიხვედი ჯარში აი ეს რაღაც სამი კატეგორიის ოფიცრები დაგვხვდნენ, შენ თუ ხანერას იყო. ან ჩვენ აი მე ესე უყურებდი რა, იყო თურქული, ამერიკული, გერმანული, ცოტა ბრიტანული და ანუ ყოველთვის მოვიწყდება რუსული. აი რუსულს საბჭოური. ან და ჩვენთვის ჩვენ როგორც ცნობთ, იცი, ანუ სასწავლებლზე რო გავდივით, ანუ ჯარისკაცების განმსახედიდან გეუბნები, სასწავლებლზე რო გავდივით და აი ესე რო ეჭირა იარაღი და ეს ანუ მე შეგვიძლია ავხსნათ, აი ეს რო ქონდა გამოწვეული, ვამბობთ რომ საბჭოთა კავშირში იყო ჯარი.